გიორგი, რა სიტყვი თანახმა ხარ? კი, რა ხდება? რა საინტერესო? საინტერესოა ნამდვილად, აი მადონას ბიოგრაფია, მალე ეკრანებზე გაცოცხლდება ყოველთვის ძალიან საყვარელი მომღერალი, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Netflix-ი პოპის დედოფლის ცხოვრებაზე მინი სერიალს გადაიღებს, რომელზეც რეჟისორი შონ ლევი იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ პროექტში ლეგენდარული მომღერალი თავადაც იქნება ჩართული. მინი სერიალის სიუჟეტის შესახებ ჯერჯერობით ბევრი რამ უცნობია, არ ვიცით მადონას ცხოვრების რომელ მონაკვეთს იხილავს მაყურებელი, არც ის ვიცით თუ ვინ განასახიერებს პოპის დედოფალს. 300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი მადონა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა. მისი კარიერა 4 წლეულს ითვლის მუსიკალურ ჩარტებში ლიდერობითა და სხვადასხვა დროს მოპოვებული ჯილდოებით მომღერალმა არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ახალი მინისერიალის გამოსვლას პოპის დედოფლის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან და მე მგონი რომ არა მხოლოდ გულშემატკივრები, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი ფიგურაა პოპის სამყაროში და თანაც მადონა იყო პირველი ქალი მომღერალი, რომელმაც ყველაზე მეტი მსმენელი შეაგროვა ლაივ კონცერტის დროს და მართლაც დიდი საქმე გააკეთა პოპის სამყაროში. ძალიან მიკვირს, რომ ამდენი ხანი არ გადაუღიათ სერიალი მადონაზე სხვათა შორის. რა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა უფრო მეტად პოპულარული, სხვადასხვა მსახიობი იქნება მომღერალი თუ უბრალოდ ცნობილი ადამიანი, მათ შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღება და საკმაოდ ისეთი წარმატებულია ხოლმე ხშირად ყოველთვის და ამას.